სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ. უპირველეს ყოვლისა, დანო და ძმანო, მე სამძიმარი მინდა გითხრათ ყველა თვითეულ თქვენგანს, რადგანაც ჩვენ პატრიარქის გარდაცვალების შემდგომ აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს, არ მოგვეცა ამისი საშუალება, ერთად შევკრებილიყავით, ეხლა მინდა გითხრათ ეს სამძიმარი. ამ სამძიმართან ერთად მინდა გითხრათ ასეთი რამ, რომ არ შეიძლება ავყვეთ ამასოფლის სულს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საერთოდ ეკლესიურ გაგებას რომ თავი დავანებოთ, არის რაღაცა საკითხები, რომელთა ჩარევაშიც ჩვენი მხრიდან უკულტურობაა. როდესაც პატრიარქი გარდაიცვალა და გამოვდიოდით რეანიმაციიდან რამდენიმე სასულიერო პირი, მოდიოდნენ ჟურნალისტები და გვეკითხებოდნენ, რომ გითხარით როგორ გარდაიცვალაო და მე გამახსენდა ერთი მხატვრული ფილმია, თუ გახსოვთ, ესეთი უკანასკნელი სამურაი ქვია და იქ რომ მიდის ეს თავარი გმირი იმპერატორთან, ის ეუბნება, რომ ამ უკანასკნელ სამურაის როგორ გარდაიცვალაო და მე შემიძლია მოგიყვე როგორ იცხოვრაო. ამიტომ როგორ გარდაიცვალა რა მნიშვნელობა, როგორ იცხოვრა, ეს უნდა იყოს ჩვენი ინტერესი. არ უნდა ვიყოთ უიმედოთ რა იქნება მომავალში. იმიტომ რომ მომავალშიც ღვთისწყალობით ყველაფერი კარგად იქნება. გვყავს ჩვენ სინოდში ძალიან ღირსეული ხალხი, რომლებიც გააკეთებენ არჩევანს სულიწმინდის კარნახით და არა პირადი სიმპათიებით. ამიტომაც შეკითხვები მსგავსი, რომელიც ისმის დღეს საზოგადოებაში, მე მინდა თქვენ რატომ დავიწყე ამაზე ლაპარაკი, რომ არ აყვეთ ამას. არავითარ შემთხვევაში არ აყვეთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივი რამ არის. ოჯახში რომ მამა გარდაიცვლება, სულ ცოტა 40-მდე მაინც არ საუბრობენ ასეთ თემებზე, რომ მამამ ეხლა ვის მეტი ქონება დაუტოვა და ვის ნაკლები. ხომ არ ლაპარაკობენ ამაზე. ამიტომაც არ შეიძლება ჩვენი მხრიდანაც მსგავსი საუბრები. კვლავ გავიმეორებ ამ სიტყვას, რომელიც არ მომწონს, მაგრამ უნდა ვთქვა, უკულტურობაა ეს. არ შეიძლება. ამიტომაც ჩვენი ფიქრი სხვა რამეზე უნდა იყოს გადართული. ჩვენი გონება სხვა რამეზე უნდა იყოს გადართული და თუ რაზე, ახლა შევეცდები ამაზე გითხრათ ორიოდე სიტყვით. დღევანდელ დღეს არის მეხუთე კვირა დიდმარხვისა და არის მარიამ მეგვიპტელის ხსენება. ამავდროულად სახარება იქნა წაკითხული, რომელიც ძალიან საინტერესო ამბავს მოგვითხრობს. და მე მინდა რომ რაღაცა შევაჯეროთ ეს ყველაფერი და ერთად ვთქვათ ყოველივეს შესახებ. პირველ რიგში სახარებით დავიწყებ კვლავ. მაცხოვარი მიდის იერუსალიმის მიმართულებით თავის 12 მოწაფესთან ერთად და მათ ეუბნება ასეთ რამეს. რა ელოდება მომავალში? და პირდაპირ ამბობს, ჩამოთვლის ყველა იმ განსაცდელს, რომელიც მას უნდა შეემთხვას და ამბობს, რომ მე შემიპყრობენ, ძალიან დიდ შეურაცხყოფას მომაყენებენ, რომ იქნება ფურთხება, რომ იქნება გმობა, ანუ გინება, რომ იქნება ფიზიკური შეურაცხყოფა, რომ იქნება ჯვარცმა, რომ იქნება სიკვდილი. აი ესეთ რამეს ყვება მაცხოვარი თავის მოციქულების წინაშე. მაგრამ ორი მოციქული მოდის მასთან და ეუბნება, რომ ჩვენ რაღაც სათხოვარი გვაქვს. და რა სათხოვარი გაქვს? რომ ერთი შენს მარჯვნივ უნდა დავждეთ და მეორე შენს მარცხნივ. აი ეს გახლავთ ჩვენი ადამიანური გონება. რაზეც წეღან ლაპარაკობდი, რომ არის რაღაცა საკითხები, რომელსაც დროის შერჩევა მაინც, სულ ცოტა დროის შერჩევა მაინც ჭირდება, როდის უნდა იკითხო, ან როდის უნდა ითხოვო, ხო მართალია? ამ დროს, როდესაც ადამიანი საკუთარ ტანჯვაზე და გარდაცვალებაზე ლაპარაკობს, შენ ელაპარაკები მას თანამდებობაზე. შენ ელაპარაკები მას, როგორ ესე იგი მის მარჯვნივ უნდა იყოს ერთი და როგორ მის მარცხნივ, ესენი ძმები არიან. მოციქულებად არიან გამორჩეული თან. ერთს იაკობი ქვია და მეორეს იოანე. მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ამ შეცდომას უშვებს ყოველთვის ადამიანი, იმიტომ რომ არ იცის ხანდახან რა არის სათხოვარი კეთილი. და ჩვენ ეს რომ არ შეგვეშალოს, ამისთვისაც მინდა გითხრათ, რომ ეს სახარება
არც შემთხვევით არ არის დღევანდელ დღეს საკითხული რაღაცა პატრიარქთან მიმართებაში ესეთი ამბავი რაც მოვყევი რომ მსგავსი ჩარევები ჩვენი მხრიდან უკულტურობად წარმოჩინდება მეთქი სწორედ ამიტომაც თითქოს ეს სახარება დღეს რომ კითხულობდი კიდევ ერთხელ შემახსენა ეს ამბავი რა რომ არის რაღაცა დრო როდესაც შეგიძლია დასვა კითხვა და არის დრო როდესაც არ უნდა დასვა ეს კითხვა იმიტომ რომ არ შეფერის შენს ღირსებას განა იმას თქვათ რომ ვიღაცა მაღლა დგას და რაღაცა სათხოვარი შენს ღირსებას შენს ადამიანურ ღირსებას არ შეშვენის ამიტომაც ეს გარანტირებული თანამდებობა რომ ერთი მარჯვნივ უნდა ვიყო და ერთი მარცხნივ როდის ეკითხები ამას ამ ადამიანს როდესაც ის გელაპარაკება როგორი ტანჯვა უნდა მიიღოს როდესაც გელაპარაკება რა შეურაცხყოფა უნდა დაითმინოს და როგორი ტკივილი უნდა განიცადოს და ამ დროს შენ თანამდებობაზე ელაპარაკები ამიტომაც ეს სახარება იკითხება ყოველთვის დიდმარხვის მეხუთე კვირას რომ ჩვენ შეგვახსენოს რომ არ დაგვავიწყდეს რა არის ჩვენი მთავარი სათხოვარი რომ სწორად ვიცოდეთ რა არის ჩვენი მთავარი სათხოვარი ის კი არა რომ მარჯვნივ და მარცხნივ თანამდებობა თუმცა კი აქვე ამ სახარებიდან გამომდინარეც უნდა გითხრათ მიუხედავად ამისა კაცთმოყვარე ღმერთი იმას კი არ ეუბნება რომ აი თქვენ ესე იგი როგორ მე ახლა რაზე ვლაპარაკობ და თქვენ რაზე მელაპარაკებით მე რას ვამბობ და თქვენ რა კითხებს მსგავს არაფერს არ ეუბნება იცით რას ეუბნება ეს ამბიცია რომელიც მას გააჩნია შეიძლება რომ კონდეს ასეთი ამბიცია მაგრამ გინდა რომ იყო ესეთი პირველი მაშინ იყავი ყველას მსახური და მე მინდა გითხრათ კვლავ პატრიარქის გახსენებას დაუბრუნდე რომ მან ეს შეძლო არა იმით რომ პირველ თანამდებობაზე დაჯდა და პირველ სკამზე იჯდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მან ეს პატივისცემა დაიმსახურა იმით რომ იყო ყველას მსახური თუ ეს ასე არ არის შეგიძლიათ კადრები ნახოთ მისი გასვენებიდან რა ძალამ შეიძლება აიძულოს ადამიანებს მორწმუნესა თუ არა მორწმუნეს 7 და 8 საათიან რიგში იდგეს იმისთვის რომ უკანასკნელი პატივი მიაგოს კაცს გაიძულებს ის რომ ხვდები რომ ის შენ გემსახურებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში მთელი 59 წლის განმავლობაში მსახური იყო თითოეული ჩვენგანისა და პირველ ტახტზე რომ იჯდა თითქოს ამას უყურებდი მთელი 59 წელი და რომ გარდაიცვალა ახლა მიხვდი რომ თურმე მსახური იყო შენი და ამიტომაც ხარ ახლა ამ რიგში აქ უდრტვინველად და ხმის ამოუღებლად ყოველგვარი კონფლიქტი გინახავთ ასეთი ქართველების ერთად შეკრება უხმაუროთ აი ესეთი სასწაული იყო ამიტომაც სახარებისეული ეს სიტყვები რომელიც ჩვენ გვესმა დღეს და წავიკითხეთ დღევანდელ აი ამ მსახურებაზე ნიშნავს ამას რომ შენ შეიძლება გინდოდეს რაღაცისკენ ისწრაფოდე ეს არ არის დანაშაული მაგრამ რის ხარჯზე რისთვის გინდა ამას უნდა აცნობიერებდე უპირველეს ყოვლისა და რის ხარჯზე რომ ვიღაცას გადააბიჯო და ამის ხარჯზე გახდე პირველი არა იმიტომ რომ იქ სხვა მოციქულებიც იყვნენ და იმ მოციქულებზე საერთოდ არ ფიქრობენ ესენი თავარი ერთს უნდა მარჯვნივ და მეორეს მარცხნივ და დანარჩენი მოციქულების ადგილი საერთოდ არ აქვთ გათვალისწინებული. ნუ სადღაცას მათ მერე უნდა იყვნენ ეს გასაგებია. მაგრამ იქ ვინ იქნება მესამე, მეოთხე და მე-12 ეს აღარ აინტერესებთ. ამიტომაც რის ხარჯზე იქნება შენზე მაგარი მოციქული დგას აქ, ამასაც კი არ ფიქრობ. იქნება შენზე მაგარი ნიჭიერი ადამიანი დგას აქ, რაღაცა თანამდებობისკენ რომ ილტვი. იქნება შენზე მაგარი მეცადინე კაცი დგას. რომ გინდა რომ შენ ჩაგიწერონ უმაღლესი ქულები და მას ეკუთვნის უმაღლესი და შენ მის შემდეგ. აი ეს გახლავთ ჩვენი ადამიანური ეგოიზმიდან გამომდინარე ის, რასაც ვითხოვთ ხოლმე ხშირად, რაც არ გვეკუთვნის, რაც უადგილოა და არ ვიცით ნამდვილი სათხოვარის შესახებ. აი ამაზეა ეს სახარება და ამაზეა ჩვენ ცხოვრებაზე გველაპარაკება ეს ყველაფერი. აი თუნდაც აი დავაკავშირეთ ახლა უწმინდესის გარდაცვალებასთან ეს ყველაფერი. მაგრამ ახლა ისიც ვიკითხოთ რა შუაშია მარიამ მეგვიპტელი ამ ყველაფერთან ერთად. რატომ მეხუთე კვირაში მისი გახსენება? ხომ ყველამ ვიცით რომ იყო მრუში, რომელიც მოექცა, წავიდა უდაბნოში და იღვაცა და გახდა წმინდანი. მაგრამ ეს ისტორია პირველ კვირაში რომ მოეყოლათ, ხო არ ჯობდა, იმიტომ რომ მეც იქნება ესეთი ბაძველობა მქონოდა, რომ რაღაცა ცუდად ცხოვრობდი და ეხლა კარგად მინდა დავიწყო ცხოვრება. სინამდვილეში ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ეკლესიას გააჩნია თავისი პედაგოგიური მეთოდი, რომელიც მეთოდიც
რა თქმა უნდა, გამოცდილია წლების მიერ, საუკუნეების მიერ შეიძლება ასე ითქვეს, წმინდა მამებმა ესე შემთხვევით არ დაადგინეს და დაადგინეს რატომ? იმიტომ რომ ყველანაირ სიახლეს შენ დიდი ენთუზიაზმით ეგებები. მათ შორის მარხვასაც, რომელიც წელიწადში ერთხელ გაქვს, ასეთი მარხვა. და გეუბნებიან რომ ეხლა იწყება ასეთი განსაკუთრებული მარხვა და ეგებები შენ ამას დიდი ენთუზიაზმით. ლოცვები იმაში რო არის ცნობილ ფილმში, იქ ვინ წავა და მე პირველ ნაბიჯსოდგა. ლოცვებს ამდენს წავიკითხავ, მარხვას ასე შევინახავ, იმას არ შევჭა, ამას არ ვიზავ და რო გაივლის შუა მარხვა, მივხვდი რომ დაიღალე. ლოცვების კითხვა უკვე გეზარება. სამარხო საჭმელი უკვე აქ აღარ არის, აქ არის. ეხა რაღაცა ახალი გინდა და ახალს იგონებ, სადღაცას გაიგონებ რომ თურმე სამარხო რაღაცა იყიდება იქ განსაკუთრებული და შეიძლება გაიარო ამისთვის 1-50 კილომეტრი საოცარ საცობში. აი ამ ყველაფრის განსახლებლად ეკლესიამ დაადგინა მარიამ მეგვიპტელის ხსენება. რომ შენ გაგიახლდეს შენში სული, რომელიც სულიც კვლავ გიკარნახებს, რომ შენ გმართებს შეინარჩუნო ეს მდგომარეობა, ისევე როგორც მარიამ მეგვიპტელმა შეინარჩუნა. და როგორ შეინარჩუნა, იცით? 12 წლისა იყო, როდესაც მრუშობა დაიწყო. ოღონდ ეს მრუშობა არ იყო გამომდინარე იქედან, რომ ვიღაცას ფული გაუჭირდა ფინანსურად და არ ქონდა საშუალება და ამიტომ თქვა ქუჩაში დადგა რომ 2 კაპიკი ეშო, არა. ეს იყო სიამოვნებისთვის, ეს იყო მისი სიამეთმოყვარეობისთვის, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ის მუშაობდა, პირდაპირ თავის ცხოვრებაში ასე ყვება, ბერ ზოსიმეს ესე უყვება, რომ მე ვშრომობდი იმისთვის, რომ საჭმელი არ მომკლებოდაო, მაგრამ სამაგიეროდ ვერთობოდი უფასოდ, ანუ უფასოდ ვაძლევდი საშუალებას ყველას, ჩემთან გართობილიყო, იმიტომ რომ ეს იყო სიამეთმოყვარეობა, სიმთვრალის და მრუშობის სიამეთმოყვარეობა. ამიტომ 12 წლისა ქუჩაში დადგა და 17 წელიწადი ასე ცხოვრობდა. და შემდეგ 3-17 წელიწადი უდაბნოში იცხოვრა. და რა გააკეთა? როდესაც ჩავიდა იერუსალიმში და უნდა ჯვრის თაყვანისცემა, რაღაცა ძალა გარეთ აგდებდა მას. ვერაფრით ვერ მოახერხა შიგნით შესვლა. ამის მერე წამოვიდა მთელი ღამე ტიროდა და ღვთისმშობლის ხატს შეხედა, უпростоრად სანამ წამოვიდოდა. და მიხვდა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი რაღაცა ძალა, ეს იყო საღვთო ძალა, რომელიც მას არ უშვებდა ამ სიწმინდესთან და ღვთისმშობლის წინაშე აღთქმა დადო, რომ ის უბიწოდი ცხოვრებდა. დილით მიბრუნებული ტაძარში შევიდა და ეზიარა. რა საოცარი ამბავია რა? 17 წელიწადი საშინელებაში ცხოვრობდა ადამიანი, შევიდა და ეზიარა. და იცით რატომ ეზიარა? იმიტომ რომ ასეთი ადამიანი რომ მოვიდეს ჩემთან და ამბავი მომიყვეს, ალბათ გარეთ გავაგდებ. ვერ გაუგებ, ვერანაირად ვერ გაუგებ, რომ ეხლა შენ 17 წელი აცხოვრე და ეხლა დღეს პირდაპირ მეუნები, რომ მოდი მამაო, უნდა მაზიარო, მე როგორც ადამიანი ამას ვერ გავიგებ. ამიტომ ეს ზეცაში გადაწყვეტილი ამბავია, რომ მან შენდობა მიიღო, რომ არა მარტო იქ მიმთხვეოდა წმინდა ნაწილებს, არამედ ზიარებასთან მისულიყო, ქრისტესთან მისულიყო. სამაგიეროდ ის ამის შემდგომ მიდის, აღსარების გარეშე მოხდა ეს ზიარება. მას აღსარება კი არ უთქვამს. ამის შემდგომ მიდის და თავის ცხოვრებაში ყვება, რომ პირველი 17 წელიწადი ქონდა განსაკუთრებული ბრძოლა ამ ვნებების წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით კარნახობდა, დაბრუნებოდა ჩვეულ ძველ ცხოვრებას ლოთობისა და მრუშობისა. და 17 წლის განმავლობაში ეს ვნება მას ისე სჭამდა, რომ გონებას კარგავდა და გონება დაკარგული ითიშებოდა და დილას ისე იღვიძებდა. 17 წლის შემდგომ ამან ყველაფერმა გადაუარა და მიაღწია ისეთ საზომს, სიმაღლისა, სიწმინდისა, რომ ლოცვის დროს ჰაერში იწეოდა. არ იყო შემთხვევითი, რა თქმა უნდა, რომ ამის 3-17 წელი. ესე იგი, თუ ვიანგარიშებთ 4x17 წელი და პლუს 12 წელი, გამოდის სადღაც 80 წლისა იყო, როდესაც მასთან ბერიზოსიმე მივიდა. ბერიზოსიმე უდაბნოში ხედავს რაღაცა უჩვეულო ადამიანს. ჯერ ძალიან ძნელია უდაბნოში გასულები, ესე 40 დღის განმავლობაში რაღაც ბოლანდებებს ხედავდნენ და გაეკიდა ეს, რომ დაინახა ის გაიქცა მარიამ მეგვიპტელი და ეს გაეკიდა, თან არ იცის ადამიანია თუ რაღაცა აჭრდილია. ეუბნება გაჩერდიო და ის მოტრიალდა და ეუბნება ზოსიმე ნუ მომდეო. სახელით მიმართა.
ეს ეხლა სულ დაიბნა, ვეღარ გაიგორო, რაღაცა ეშმაკისგან ხო არ არის ეს, მისი სახელი საიდან შეიძლება იცოდეს. ამის შემდგომ მეუბნება, მე ქალი ვარო, მიუხედავად იმისა, რომ 80 წლის არის და ესეთი დაბერებულია, აღარ სტანსაცმელი გააჩნია, უდაბნოში გაცვდა ყველაფერი. გადმომიგდე შენი მანტია, ქალი ვარო, ესე ვერ დაგენახებიო და გადაუგდებს თავის მანტიას, იმას ჩაიცმებს და ამის შემდგომ შეხვდებიან, ილაპარაკებენ, დაიბარებს შემდეგ წელიწადს, აი მერე უკვე ჩააბარებს ახსარებას, მიიღებს შენდობის ლოცვით ამ ახსარებას ბერი ზოსიმე და აზიარებს მას და გარდაიცვლება ამის შემდგომ მარიამ მეგვიპტელი. რატომ არის ხსენება კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ მეხუთე კვირას და არა პირველ კვირას? იმიტომ რომ განაახლოს ჩვენში მან განაახლოს მსახურებისა და აი ამ მარხვისა და რაღაცა განსაკუთრებული მოღვაწეობის სურვილი და მეორე მთავარი რამ განაახლოს ჩვენში როგორ მივახციოთ მსგავს უდაბნოს. ეხლა არავინ იფიქროს რომ უდაბნოში ვგულისხმობ მე ისეთ ადგილს სადაც წყალი არ არის და მხოლოდ ქვიშაა და იქ უნდა წავიდეს ადამიანი ან ოჯახი უნდა მიატოვოს და ან ქვეყანა და ან კიდე თავისი ახლობლები. არა. ეს უდაბნო უნდა შექმნა შენ თვითონ მაშინ, როდესაც დაინახავ საკუთარ ცოდვებს. მაშინ შექმნი უდაბნოს, სხვაგვარად ვერა. თუ კი ხედავ საკუთარ ცოდვებს, სხვის ცოდვებს ვეღარ ხედავ და იმყოფები ასეთ უდაბნოში. რომ ხალხი აღარ არის შენს ირგვლივ. ხო მართალია. უდაბნო რა ადგილია? უდაბნო აუცილებელი კი არ არის ქვიშიანი და უწყლო ადგილი იყოს. უდაბნო არის ის ადგილი, სადაც ადამიანები არ არიან. ხმის გამცემი არ აკყავს. ამიტომაც თუ კი აღმოაჩინე საკუთარ თავში ცოდვები და მძიმე ცოდვები, ამ შემთხვევაში უკვე უდაბნოში იმყოფები, იმიტომ რომ შენს ირგვლივ ადამიანები აღარ არიან, რომლებსაც განიკითხავ. განკითხვაში, გამუდმებულ განკითხვაში რომ დაიწყებ ლაპარაკს, რომ ის ხომ ეხლა ისეთია და ეს ხომ ესეთია, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ საკუთარი თავი არ გიპოვია. და თუ არ გიპოვია, რა თქმა უნდა, უდაბნოსთვისაც არ მიგიშურებია. ამიტომაც მეხუთე კვირა, რომელიც დასასრულია თითქმის დიდ მარხვისა, კვლავ ამას შეგახსენებს, რომ დაიწყე მარხვა და უდაბნოში წასვლისკენ მოგიწოდა ეკლესიამ. რა იგულისხმი ამაში? რომ სადღაცას დავითგარეთში უნდა დაყუდებულიყავი? არა, საკუთარი თავი უნდა გეპოვნა და აღმოგეჩინა ის უდაბნო, სადაც განკითხვის საშუალება არ გექნებოდა, იმიტომ რომ ამ უდაბნოში სხვა ადამიანები არ არიან შენს გარდა და ხედავ მხოლოდ საკუთარ თავს. შეფასება შეგიძლია მხოლოდ საკუთარი თავის და საკუთარი სულიერი მდგომარეობის. თუ ეს უდაბნო არ გიპოვნია, ახლა გეუბნება მარიამ მეგვიპტელი და მისი ხსენება, მისი ცხოვრების გახსენება, რომ ახლა იპოვე, ახლა მაინც ამ მიწურულ დიდ მარხვისა, იმიტომ რომ რაღა დარჩა დიდ მარხვის დასრულებამდე. ვიღაცა ხომ ეტყვით 2 კვირაო, მეც გეტყვით 2 კვირა არა, 1 კვირა დარჩა. ბოლო კვირა დიდი მარხვა აღარ არის. ის აბსოლუტურად სხვა დღეებია. 1 კვირაა დარჩენილი დიდ მარხვის დასასრულამდე. ბზობას რომ უწოდებთ ამ დღესასწაულს, სინამდვილეში მისი დიდებით შესვლა იერუსალიმში, ეს გახლავთ დასასრული დიდი მარხვისა და კვლავ მოგიწოდებს ეკლესია. ვერ შეძელი ამ 40 დღიან მარხვაში, 30 დღეა და ვერ შეძელი გეპოვნა უდაბნო. აი ეხლა კვლავ გახსენებ ამას, რომ უდაბნო გაქვს საპოვნელი, სადაც არ იქნებიან შენს ირგვლივ ადამიანები, რომლისკენაც თიც გაიშვერ და იტყვი, რომ ის ასეთია. ერთადერთი შენს მხარეს შეგიძლია გაიშვირო თითი და თქვა, რომ მე ასეთი ვარ. შეპირება, რომელიც მარხვის დასაწყისში დავდე, რომ ასე ვიმარხულებ და ისე ვიმარხულებ, ესეც აღმოსაჩენია ჩემში, რომ ეხლა რომ გამინელდა ეს გრძნობა, მე კვლავ შევახსენო ჩემ თავს, რომ მარიამ მეგვიპტელი როგორ ებრძოდა ამას 17 წლის განმავლობაში და შენ ბოლო დარჩენილი ეს 7 თუ 8 დღე, როგორ უნდა გაძლო იმ შენი სიტყვიდან გამომდინარე, თუნდაც როდესაც იწყებდი ამ მარხვას და ამბობდი, რომ მე ასე ვიმარხულებ, აქედან გამომდინარე, როგორ უნდა გაძლო და როგორ უნდა შეძლო ის, რომ მე შევინარჩუნო აი ეს მარხული მდგომარეობა. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ეს ყველაფერი ერთმანეთთან დამთხევით კი არ არის ესე, რომ ეკლესია რაღაცნაირად მოიფიქრა და დაამთხვია ერთმანეთს. ეს გახლავთ ღრმად გააზრებული, სულიერი სიღრმით გაშინაარსებული
დღეები, როდესაც ჩვენ ეკლესია მოგვიწოდებს ამ ყოველივესკენ და მე მინდა რომ თქვენ ეს კარგად იცოდეთ, კარგად გახსოვდეთ თითოეულ თქვენგანს, რომ მარიამ მეგვიპტელის ხსენება შემთხვევითი არ არის. ეს გახლავთ ის უდაბნო, რომელიც ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ და ეს გახლავთ ის უდაბნო, სადაც არ იქნებიან ადამიანები, ვისაც დავადანაშაულებთ რამეში. ადამიანები ჩვენს ირგვლივ იქნებიან, მაგრამ დავადანაშაულოთ უნდა მხოლოდ საკუთარი თავი. ასეთ მარხვას ითხოვს ჩვენგან ღმერთი და ასე უნდა განვასრულოთ ის ბოლო დარჩენილი დღეები, რომელიც ჩვენ აღდგომის დღესასწაულთან მიგვაახლოვებს. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე ღმერთო.